ხორციელი ვნებები. პირველქმნილთა დაცემის შემდეგ ხორციელი გულის თქმა ადამიანის თანდაყოლილი თვისება გახდა. ღმერთმა ეს დაუშვა როგორც ნუგეში ქორწინების სირთულეებისათვის, რამე თუ შემდეგში კაცთა მოდგმა ცოლ-ქმრის ხორციელი შეერთებით უნდა გამრავლებულიყო. სამწუხაროდ ტკბობის მოყვარეობით სდუნებული ადამიანი განუდგა ღმერთის ნებას და თანდაყოლილ ხორციელ გულისთქმას ხორციელ ვნებათა დასაკმაყოფილებლად იყენებს. მოცემულ შემთხვევაში მიზეზი არ გახლავთ ადამიანის სხეული, რადგან ის თავისთავად უტყვია და ემორჩილება სულის განწყობას. გარდა ამისა, სხეული შექმნა ღმერთმა, რომელმაც ყოველივე სიბრძნით ჰქმნა. ამასთან ღმერთი ყოველთვის პატივს ადამიანისთვის მინიჭებულ თავისუფლებას. ცოდვის დასაბამი როგორც ხორციელ, ისე სხვა ვნებებთან დაკავშირებით გულში ჰგიებს. უფალმა ბრძანა, ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა. როდესაც ადამიანი ვნებიანად აკვირდება სხვა პიროვნების ხორციელ მშვენიერებას, შინაგანად გულში მრუშობს. შესაბამისად, ცოდვა საქმით რომც არ აღსრულდეს, თუ ადამიანი ხორციელ გულის სიტყვებს შეიწყნერებს, შეიბილწება. ცხადია, საქმით აღსრულებული ცოდვა უფრო მეტად წაბილწავს ადამიანს. მრუშობა არა მარტო სულს, არამედ სხეულსაც რყმის. ამას გულისხმობს პავლე მოციქულის ფრაზა: ელტოდეთ სიძვასა. ყოველი ცოდვაი, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ხორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვიდეს თვისთა მიმართ ხორცთა ცოდავს. განეშორეთ სიძვას, რადგან სხვა ნებისმიერი ცოდვა, რომელსაც ადამიანის ჩადის, სხეულის მიღმაა, ხოლო ის, ვინც სიძვით ცოდავს, შეაგინებს საკუთარ სხეულს. არაუწყით არამე თუ ხორცნი ეგე თქვენი ტაძარნი თქვენ შორის სულისაწმინდისანი არიან და არა ხართ თვისთა თავთანი, რამე თუ სასყიდლით, ანუ ქრისტეს წმინდა სისხლით სყიდულ ხართ. განაგრძობს მოციქული. ერთი მონაზონი, რომელსაც მრუშობის ბრძოლა ჰქონდა, ეშმაკს კიცხავდა და ასე მიმართავდა: წადი წყდიათში სატანა, განაარუწყი, რომ ჩემი უღირსების მიუხედავად ქრისტეს სხეულის ნაწილს შევადგენ. ხორციელი გულის თქმა უმალვე ისევე მარტივად დასცხრა, როგორც სულის შებერვით ქრება სანთელი. ამ მოვლენამ თვით მონაზონიც კი გააკვირვა და უფალი განადიდა. დღევანდელ დღეს გამოწვევების ზრდამ და ზნეობრივი ნორმების საერთო მოშვებულობამ სამწუხაროდ ადამიანებში გამოიწვია გამრუდება აღქმისა, თუ რა არის ცოდვა. მიუხედავად ამისა, ყოველ ეპოქაში ცოდვა მაინც რჩება ცოდვად, განურჩევლად იმისა, რამდენი კაცი სჩადის ამას. მაგალითად, ქორწინების შემთხვევაში ხორციელი ურთიერთობები მესამე პიროვნებასთან ყოველთვის დარჩება სიძვად. ცოდვილი ადამიანი ვერ გაექცევა ღმერთს, რომელმაც ძველ აღთქმაში მცნებად მოგვცა, არა იმრუშო, ხოლო ახალ აღთქმაში ვნებიან მზერასაც კი მრუშობა უწოდა. მხოლოდ სინანული დაგვაბრუნებს ღვთის გზაზე. ეგრეთ წოდებული ქორწინების წინა კავშირები ასევე რჩება უკანონო ურთიერთობებად, რომლებიც მრუშობისაგან დიდად არ განსხვავდებიან, რადგან ისინიც ქორწინების კურთხეული საიდუმლოს მიღმა რჩებიან. თუმცა დღეს, ვინაიდან გამუდმებით ხდება ბოროტების აფიშირება, ასეთი სახის დაცემებს ისევ ვუდგებით როგორც რაღაცას, რასაც ყველა სჩადის. უფრო მეტიც, მავანი იქადიან ამ ცოდვებით და თუ ვინმე ასე არ იქცევა, ეს არაბუნებრივად მიაჩნიათ. და მაშინ რა ხდება? უფალი უშვებს, რომ ჩვენი ცოდვების შედეგები მოვიმკოთ, რათა გონს მოვიდეთ. მაგალითად, ხშირად ვხედავთ, რომ უმრავლესობას წყვილთაგან, რომლებმაც აღნიშნული ურთიერთობებით იქორწინეს, ოჯახები დაენგრათ. ამის არსებითი მიზეზი გახლდათ ის, რომ ქორწინების საიდუმლოს შესრულებამდე მათ ფეხქვეშ გათელეს ამ საიდუმლოს სიწმინდე. წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, თუ რატომ იმკიან ეკლებს ქორწინების შემდეგ ისინი, ვინც ქორწინებამდე ცოდვა დათესა. დღეს მრავალ სახლში შფოთი და არეულობაა. ერთს ცოლი აუმხედრდება, მეორეს შვილი ავიწროებს, სხვას ღვიძლი ძმა და ყველას მწუხარება იპყრობს. შფოთი ეუფლება, ყველანი იბრძვიან, ებრძვიან სხვებს, სხვები კი მათ, მაგრამ არავინ ეძებს მიზეზს საკუთარ თავში, არავინ ფიქრობს, ცოდვა რომ არ დაეთესა, მის სახლში არ აღმოცენდებოდა ეკალი და კუროს თავი. ცოდვის ნაპერწკალი რომ არ მიეჩქმარათ,
მათ სახლს ხანძარი არ გაუჩნდებოდა. ჩვენ თავს მოწეული უბედურებები ჩვენივე ცოდვების შედეგია. ამას მოწმობს წმინდა წერილი. შენი ცოლი გებრძვის, სახლში რომ შედიხარ, ისე გექცევა როგორც მხეც, დანასავით ილესავს ენას. ცხადია ეს სამწუხაროა, რადგან შენი შემწე, ესე იგი მეუღლე, შენივე მოწინააღმდეგე გახდა. აბა კარგად გამოიკვლიე საკუთარი თავი. იქნებ ახალგაზრდობაში რომელიმე ქალი გახსწენი და იარა, რომელიც მიაყენე, ახლა ქალის მიერ იკურნება. და რომ ცესარი იცოდეს მან, ვინც ქირურგიულ ჩარევას მიმართავს, კურნალმა უფალმა ნამდვილად უწყის ეს. შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევაში სულიერი კანონი მოქმედებს. თუ ჩვენ მის უგულებელ ყოფას მოვისურვებთ, ამით იგი მოქმედებას არ წყვეტს. ასე რომ წინ გვხვდება ძველი ცოდვების შედეგები. ცოდვის წარმავალით კბობის გამო ვიხდით ცალმობიერ საფასურს. ჩვენს დროში აშკარად თვალშისაცემია ბუნების საწინააღმდეგო ისეთი ხორციელებების ზრდა, როგორიცაა მაგალითად სოდომური ცოდვები. დღეს მრავალი ადამიანი იყენებს ლაბორატორად ღვთისმოთმინებას, ცდილობს ბუნებრივად წარმოაჩინოს ის ცოდვები, რომლებსაც უფალი ძველად საერთო განადგურებით სჯიდა, როგორც სოდომისა და გომორის შემთხვევაში. აი როგორ აღწერს წმინდა იოანე ოქროპირი ამ ნების დემონურ ტირანიას. არაბუნებრივი ვნებები ერთობ რთული და საძაგელია. შეიძლება ითქვას, ეს სიამოვნებაც კი არ არის, რადგან ნამდვილი სიამოვნება ისაა, რაც ბუნებრივია. სადაც უფლისაგან მიტოვებულობას უფევს, იქ ყველაფერი თავდაყირად დგება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახარება დიაქრონიულია. იგი ავთენტურია ყოველ ეპოქაში, მიუხედავად გარეგნული პირობების ცვალებადობისა. სულიერი კანონები უცვლელია საუკუნეთა განმავლობაში. ქრისტეს სიტყვების თანახმად, მისი სახთორჯულიდან ერთი იოტაც არ შეიცვლება, ანუ დარჩება უცვლელად ისე, როგორც გადმოგვცა. დღევანდელ დღეს ჩვენი დაცემების გამო შეიძლება გარკვეული შეღავათები გქონდეს, მაგრამ სულ მცირე იმის განცდა მაინც უნდა გაგვაჩნდეს, რომ დავეცით და ეს დაცემა მოვინანიოთ. კაცთა მოდგმის ისტორიაში ხშირად ვხედავთ, რომ ხორციელ ცოდვათა გამო თლიანიერები განადგურდნენ. წარღვნის მიზეზი ადამიანთა ზნეობრივი გახსნა გახლდათ. ყოფისათვის მათი სახორცს. ცეცხლოვანი წვიმა სოდომში, მათი დანთქმა და მათ ადგილას მკვდარი ზღვის აღმოცენება მარადიული მოწმობაა ღვთის რისხვისა სოდომური ცოდვების გამო. ასევე სრული განადგურება მანამდე ძლევამოსილი ებრაელი ხალხისა, რომელმაც მრუშობის ცოდვაში დაცემის გამო ერთ დღეში 23,000 კაცი დაკარგა. კიდევ ერთი მაგალითია, რათა აღნიშნულ ცოდვას განმერიდოთ. ამ უკანასკნელ ფაქტს წმინდა გრიგოლი პალამა ასეთ კომენტარს ურთავს. თუ კი მრუშობა ასეთი და ეგოდენის სასჯელის ღირსია, რამდენად უფრო მძიმეა სიძვის სიბილწე, რომელიც ანგრევს და უხმარყოფს არათუ ერთ ან ორ კაცს, არამედ მთლიან ოჯახებს, მათ ნათესავებსა და შთამომავლობას, მთელ ქონებასა და საკუთრებას და პირველ ყოვლისა რყმის სულებს ყოველგვარი ბოროტებითა და სივერაგით. აღნიშნულ საკითხს წმინდა მამა ამთავრებს ჩვენი სამშობლოსთვის ფრიად აქტუალური კომენტარით, რომელმაც განსაკუთრებით უნდა დაგვაფიქროს. ამის შემდეგ გვიკვირს, რატომ მიგვატოვა ღმერთმა, რაუდენ დასაცინი გავხდით ჩვენი მტრებისა, რატომ ბატონობს ჩვენზე ყოველი ერი, დევნის ჩვენს ქვეყანას და უმოწყალოდ ძარცვავს მას. უფრო მეტად ალბათ ღმერთის უზომო მოთმინება უნდა გვიკვირდეს, რომ ზეციდან ცეცხლი არ აწვიმა ჩვენზე, როგორც კორესა და მასთან ყოფთ დაემართათ. როგორ არ მოგსვრა მყისიერად, როგორც ეს შეემთხვა მრავალ ერს, რომლებიც მეტისმეტად დაინთქნენ ცოდვაში. ჭეშმარიტად მცირედი ვიწვნიეთ იმასთან შედარებით, რაც ვცოდეთ. წმინდანებმა კარგად უწყია, რომ ღვთიური სასჯელის მიზეზები მარტოოდენ ჩვენი ცოდვებია და არა ბუნების უსულო სტიქიები, უიღბლო შემთხვევითობანი ან მავარ მტერთა გეგმები. ერთ-ერთი ლიტანიისას, რომელიც მომაკვდინებელი ეპიდემიის გამო აღსრულდა, წმინდა გრიგოლი პალამა თავის ქადაგებაში ხაზს უსვამს აღნიშნულ ფაქტს და ამბობს. ჩვენი ცოდვების გამო განვისწავლებით და ეს მომავალშიც გაგრძელდება, რადგან გსურს და ვეძიებთ დაცხრეს განსასწრელი მაშინ, როდესაც ცოდვებს, რომელთა გამოც განვისწავლებით, ვამრავლებთ. ნეტავ მამათა ღვთივ განათლებული სწავლება ჩვენს წაგვიძღვეს სინანულისაკენ, ერთადერთი გზისაკენ,
რომელიც გვიხსნის ახლანდელი და მომავალი უბედურებებისაგან. ჩვენი თანამედროვე მამა, წმინდა პაისი ათონელი ამბობს: დღეს ცოდა მოდად გადააქციეს. ცუდი ის არის, რომ დღევანდელი ადამიანები, როცა დროის დინებას არ მიმყოლ, არ მცოდველ და ღვთისმოშიშ კაცს დაინახავენ, იგი ჩამორჩენილად და არაპროგრესულად მიაჩნიათ. ცოდის წუმპეში მცხოვრებმა დღევანდელმა ადამიანებმა სულ მცირე ეს რომ გააცნობიერონ, ღმერთი მათ წყალობას მოუვლენს, მაგრამ ისინი გაუმართლებელს ამართლებენ და ცოდვას ხუტბას ასხამენ. ამიტომ დიდი სასყიდელი ექნებათ მათ, ვინც ერში იღწვის და წმინდად ცხოვრობს. სიწმინდე ქორწინებაში და მეტადრე უბიწოება ქალწულებრივ ცხოვრებაში ადამიანს ღვთისათვის საყვარელს ხდის, როგორც მოციქულსა და მახარებელ იოანე ღვთისმეტყველს, რომელი იგი უყვარდა იესოს. წმინდა მამები ამბობენ, ადამიანს არც ერთი სათნოება ისე არ მიამსგავსებს უხორცო ანგელოზებს, როგორც უბიწოება. შეიყვარე უბიწოება, როგორც საკუთარი თვალები, რათა ღვთის საყვარელ ტაძრად და სახლად იქცე, რადგან სიწმინდის გარეშე შეუძლებელია ღმერთს დაუახლოვდე.